ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდა პროცესები ოპოზიციურ ალიანსში მორიგი დაძაბულობის მიზეზი ხდება. ურთიერთბრალდებების თემა ამჯერად ნაციონალური მოძრაობის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილებაა. როგორც პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, გადაწყვეტილება წევრობის შესახებ შიდა კონსულტაციების შედეგად მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე განსხვავებული პოზიციები არსებობდა. ირკვევა, რომ გაერთიანებაში შესვლა თავად ბოკუჩავას არ სურდა და წევრობის მოთხოვნა ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპზე გაერთიანების დატოვებას არ განიხილავს, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გაძლიერებულმა პოლიტიკურმა შეტევებმა ალიანსის შიგნით მუშაობა გაართულა. მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას უზიარებდი მას. რატომ? რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს. ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერცერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტი სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს ნაციონალური მოძრაობა არ აპირებდა. თუ შიგნით მუდმივად ურთიერთ თავდასხმა უნდა იყოს ჩვენ ლიდერზე, რომელიც ციხეში იმყოფება, აგერ უკვე 5 წელი სრულდება, მაშინ რაღაც ემსახურება ასეთი ალიანსი, თუ ერთმანეთზე თავდასხმები გაგრძელდება. უშუერი სიტყვებით ლანძღვა გინება საქმეს ნამდვილად არ ადგებოდა და აქედან გამომდინარე ამ ალიანსის ასე ვთქვათ სამოძრაო ტრაექტორიაზე უკვე მიზანი რა არის საბოლოო ისიც კი გაიბლარა. პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმაც. მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე პარტიაში ახალგაზრდების როლზე გააკეთა აქცენტი და ასევე აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს. სააკაშვილმა გააკრიტიკა სხვა ოპოზიციური პარტიების და თქვა, რომ დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს. სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დაასახელა პარტიები, რომლებიც მისი შეფასებით არა გამარჯვებისთვის, არამედ ნაციონალური მოძრაობის დასაშლელად შეიქმნა. ლელუარის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. ახალი რამდენადაც არ უნდა დავხვიჭოთ თვალები. თავიდანვე შეიქმნა როგორც მებიგილაურების ბიზნეს პროექტი. არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაშლელად. ეს სიტუაცია გაკმაყოფილებთ. დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმს. გეჯერობით არა. როცა 26 მაისის აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა, მხოლოდ გუშინ წინ გავრილობის ღამის აქციაზე 26 მაისს აქციის ორგანიზატორების დიდი ნაწილი არ მივიდა. იმის გამო, რომ ხალხის მიერ იქნა მხარდაჭერილი. მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს პარტია ლელოში. ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთი ლიდერი თასო დათუნაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ურჩევს პოლიტიკური ქულების დაწერას მოეშვას. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ საქართველო ჩააბარა რუსებს და შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობა ჩამოშალა. თავად მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს ხოლმე საღი აზრის და ერთ-ერთი ასეთ გამონათების დროს თქვამი აქვს, რომ სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ ვერ დაიგროვებს და აი მის ამ ფრაზას ვეთანხმები და საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე პერიოდულად ვიცი რა რამდენად აფასებს ის საკუთარ თავს. შესაბამისად ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის, ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ ვერ დაიწერს. ჩემთვის უბრალოდ ძალიან საბრალო შესახედია ვარდების რევოლუციის შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი ნამდვილად არის, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის. ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება პატიმრობაში მყოფი კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. ის თვლის, რომ დაპირისპირება მიუღებელია, თუმცა ერთობა არ უნდა დაეყრდნოს პირად ინტერესებს და ამბიციებს. ალიანსში მიმდინარე შიდა ჩხუბებზე სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას. ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის. ალიანსის აუცილებლობაში და ყალბერთობად მისი შეფასება საერთოდ ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმეც ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე. ოპოზიციურ ველზე მიმდინარე პროცესებს არასერიოზულს უწოდებს ქართული ოცნება. მართლ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ოპონენტები ერთიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ და შიდა ბრძოლებით არიან დაკავებულები. ან შესვლას უარყოფა რა იყო, ან ერთ დარჩენა რა იყო, საერთოდ აჭრილები არიან, რაზე საუბრობენ, წარმოდგენა არ აქვთ.
ესე იგი, რის გამოც ამბობდა რომ არ უნდა შევსულიყავით, იმიტომ რომ რაღაც კრიტერიუმებს ეს გაერთიანება არ აკმაყოფილებდა, ის არც ახლა აკმაყოფილებს და არ უნდა გამოვიდეთ თუ ამბობენ. ნუ ახლა მოკლედ მათ არასერიოზულ გადმოლაგებას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობას რომ სრულებით არანორმალური ლიდერი ყავს მიხეილ სააკაშვილის სახით, ეს არ არის ახალი. მაგრამ ამ ლიდერის წინ კეკლუცობისთვის და თბილი ადგილის მოსაპოვებლად რომ ახლა ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა ალბათ. ერთიანი პოზიციის დეფიციტი, გადაწყვეტილებების გარშემო განსხვავებული შეხედულებები და ბრძოლა ლიდერობისთვის შეძლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ერთობის შენარჩუნებას რთული სათქმელია. ალიანსის წევრების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპზე ერთიან ფორმატში დარჩენას ცდილობს.